უფრო დიდი მზაკვრობა ჩანს ახლა და ამაზე ხვალ ჩვენ ბრიფინგი გვაქვს მე და დავით ახანოურავს ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და ვისაუბრებთ ძალიან კაფიოდ დოკუმენტზე, აი ვისაუბრებთ ჩვენ დოკუმენტზე და გავასაჯაროებთ დოკუმენტს, საიდანაც მხოლოდ ერთ პუნქტს გიკითხავთ და აი ამ ზაკრულ გეგმას, ამის განხორციელებას ცდილობდა თავისუფლების ინსტიტუტი, ბატონი ბერძენიშვილები, რომლებიც იყვნენ თავისუფლების ინსტიტუტის იდეოლოგები, გიგა ბოკერია, რომელიც დღეს პარლამენტში არის წარმოდგენილი და ვითომ გაიყვნენ ეს ორ ფრთად ნაცები და დღესაც ერთი იდეოლოგიური გუნდია სააკაშვილები, უგულავები და ყველა ესენი და ძმანი მათნი და მხოლოდ ერთ პუნქტს გიკითხავთ რა იგეგმებოდა ეკლესიის წინააღმდეგ საპატრიარქოს თავი მაგალითად აისახოს დოკუმენტურ ფილმებში რა ვითარებაა სინოდში უნდა ითქვას დოკუმენტურ ფილმებში რომ სინოდი გახლეჩილია რამდენიმე ნაწილად რომ პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს სიტუაციას სინოდი უნდა წარმოჩნდეს ამ დოკუმენტურ ფილმებში როგორც უუნარო ორგანო როგორც კორუმპირებული მეუფეების ჯგუფი მე პირდაპირ გიკითხავთ მესიჯს რომელიც მოიტანა ამ ხალხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე სადაც მე ვმუშაობდი და წარმოჩნდეს სინოდი როგორც მეუფეები ფანატიკოსები, მეუფეები მექთამეები, მეუფეები რეფორმატორები, აი ცრუ მეუფე პეტრესნაირები, რომლებიც სწორედ ნაცმოძრაობის სატელიტები იყვნენ და დღესაც არიან და ესენი ცდილობენ ეკლესიაში გახეთქილების და გახლეჩის შეტანას. აი ეს უნდა ითქვას ღიად და პირდაპირ. ჩვენი საუბრის ბოლოს ამაზე ჩვენ ხვალ ვისაუბრებთ და კიდე უფრო მზაკრულ თეზისებზე ვისაუბრებთ. გასაგებია, ველოდებით. განხორციელებაც უნდათ ამათ ქართულ ეკლესიაში და ჩვენ ქვეყანაში. თქვენ ხვალინდელ გამოსვლას, თუმცა ჩვენი საუბრის ბოლოს არ ვიცი თქვენ გვეტყვით, გაქვთ სურვილი რომ დავუშვათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ არა. ობიექტივმა გავრცელა პატრიარქის მიმართვის სრული ჩანაწერი, რომელიც ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში იქნა ოპერაციიდან რამდენიმე საათში ჩაწერილი. ამის სხვა ვერსია არსებობდა ჩვენთვის ორი ნაწილი და